მოგესალმებით, პალიტრა ნიუსის და რადიო პალიტრის ეთერშია გადაცემა ლანჩთაიმი. დღეშვენი მასპინძელი გახლავთ წიგნის კაფე ბიბლუსი, რომელიც კანდელოკის 7 ნომერში მდებარეობს. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი, რეჟისორი ბატონი გიორგი ოვაშვილია, რომელთანაც დარწმუნებული ვარ, საინტერესო ინტერვიუ გამოგვივა. მოგესალმებით, ბატონ გიორგი, დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ დაგვთანხმდით, მობრძანდით ჩვენთან და ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. როგორ ხართ? პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ჩემთან საუბრით. გმადლობთ, არამიშავს. ბატონ გიორგი, ეს არის ინტერვიუ, რომელშიც ჩვენი რესპონდენტების საინტერესო გზას ვიხსენებთ ხოლმე, როგორც ბავშვობას, ისე საინტერესო მოვლენებს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ახალ ფილმზე, რომლის პრემიერაც ახლახანს იყო, თუმცა მანამდე პირველი კითხვით ცოტა ხნით ბავშვობას გაგახსენებთ და მაინტერესებს ყველაზე მძაფრი მოგონებები რა გქონთ თქვენი ბავშვობიდან, როდესაც იმ წლებს იხსენებთ. აი პირველი რა მოგონებები მოდის თქვენში? სხვათა შორის ძალიან საინტერესო ამ კითხვას რომ მისვავთ ახლა, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე ეს ყველაფერი, ჩემი მოგონებები, განცდილი ბავშვობის განსაკუთრებით გადამეტანა უკვე წერილობით ფორმაში, ასე ვთქვათ და დავიწყე წერა, ახლა უკვე 100 გვერდს გადავწდი, არ მეგონა თუ ამდენი ქონდა დაგროვილი გონებაში და გულში. ხო, ბავშვობა ახლა თავისთავად ეს ყველაზე უფრო მძაფრი განცდები და შეგრძნებებია, რომელიც მერე მთლიანად ჩვენში რჩება და აღარ გვანებებს თავს და რაღაც პერიოდულად სულ მოდის და სულ გვახსენებს თავს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველაფერი იქიდან მოდის ჩვენთვის, ხო, ვინც ვართ ახლა, ვართ იქიდან მოდის ეს. ემოციური ნიშნით ჩვენ ვყალიბდებით მგონია ბავშვობიდან. ნუ არ ვიცი ახლა ძალიან ბევრი მძაფრი მოგონებები არსებობს რა თქმა უნდა და როდესაც წერა დავიწყე, იქ თანდათან ისეთი ამბები მოვიდა უკან ჩემთან, რომელიც წარმოდგენა თითქოს არ მქონდა და მე გახსენდება ეს ყველაფერი და იქ მაგალითად არის ესეთი მომენტი, ახლა ძალიან ბევრია რა თქმა უნდა ჩვენ ამის ფორმატი არ გვაქვს რომ ეს მოვყვეთ, მაგრამ იქ არის მაგალითად მომენტი ის რომ მე ვიზრდებოდი პედაგოგების ოჯახში. მათემატიკოსები იყვნენ ორივე, მამაც და დედაც და საკმაოდ მკაცრები. ის რომ ჩემი ხასიათი ასე ჩამოყალიბდა, მგონია რომ ეს მათგან მოდის, იმიტომ რომ რაღაცნაირად სულ ცდილობდნენ ალბათ კი არა კარგი მიზნებისთვის, რომ სულ რაღაც ჩარჩოებში ყოფილიყავი. ამიტომ მართალია ეს ბავშვობა იყო ცოტა ესეთი რთული ჩემთვის, ნაკლებად თავისუფალი და მგონია რომ მე მაგან განსაზღვრა ჩემთვის რომ მებრძოლა სულ თავისუფლებისთვის. ეხლა მთავარი ჩემთვის რაც არის ესა თავისუფლება და მგონია რომ იქიდან მოდის. მგონია რომ იქ შეზღუდული თავისუფლებით გამო ვცდილობ ეხლა რომ დავარღვიო, დავანგრიო რაღაცა ჩარჩოები ჩემს გარშემო და უფრო ხმამაღალი სიტყვა, მაგრამ უფრო ფილოსოფიურად შევხედო ცხოვრებას, ვიდრე რაღაცა პრაგმატულად და რაციონალურად. ხო და ეხლა მაშინ ერთ პატარა ამბავს გავიხსენებ, მაგალითად მამა, ხო? მამა იყო ძალიან კაცრი, როგორც თქვით, ეს იყო დირექტორის მოადგილე თან და ესეთი სკოლაში სერიოზული ის ქონდა დაყენებული, ასე ვთქვათ, რეჟიმი. და მახსოვს რომ მამა ჩემთან თითქმის არ საუბრობდა. და რა თქმა უნდა არც მეჩხუბებოდა არასდროს, მაგრამ ის გამოხედვა იყო საკმაოდ. ყველაფერს ამბობდა. და ცხოვრებაში სახეში გამარტყა ორჯერ. და ორივეჯერ მახსოვს ძალიან მკაფიოდ რა. პირველი მომენტი არის ესეთი, რომ ჩვენ ვართ ძალიან პატარები, მე და ჩემი ძმა. ალბათ მე ვქნები 5 წლის და ის რაღაც 2-3 წლის. და ვთამაშობთ ეზოში ომოვანას. გვაქვს რაღაცა ხის თოფები და ერთმანეთს ვესვრით, ანუ ორი მხარე ვართ. და მოდის მამა, ნახსოვს. და მამა არის საკმაოდ ესეთი ნაკეიფარი რა. რომ დაგვინახა ეს რა ქვია და ომოვანას თამაშობ და იმანაც უცებ რაღაცა აიღო ხელში ჯოხი და დაიწყო იმანაც ჩვენსკენ ასეთი ჩაერთო თამაში. ხო ჩვენ მე ვფიქრობ რომ აუ რა კარგია რომ მტერი მოვიდა და ეხლა ამას უნდა ვებრძოლოთ. და დავიწყეთ მასთან ბრძოლა. და ისიც ძალიან აზარჩია ჩვენს რაღაცა და მე უცებ დავავლე ხელი რაღაცა დიდ ქვას და ვისროლე როგორც ბომბი ასე. და უცბად მამაჩემო სახეზე ესე იტაცა ხელი და თქვა რომ მომკლეს. და მე ძალიან მიხარია რომ მოკლეს ეს. მოვკალით, ყვირი ვარ და მოიხსნა სახიდან ხელის მთლიანად იყო სისხლში. ხო და როგორც ჩანს მაშინ რაღაც ესეთ აფექტში იყო და მივედი ჩემთან და მოვკალით ამბობს და ესე მაშინ გამარტყა. ეს ძალიან ვერ გავიგე მაშინ და ძალიან
წარე იყო ჩემთვის ვერ მივხვდი რა იყო ჩვენ ხო თამაშობდით ასე ვთქვა მე ამას მთელი ამბები ატყდა ძლივს რაღაც გაუკერეს თავი და რაღაც სერიოზული ის ქონდა ჭრილობა ამის გამო მეორე შემთხვევა მახსოვს რომ ვიყავ სადღაც 13-14 წლის და წავედით შატალოზე კლასი ეს იყო ნუ ეს კატასტროფა იყო მე წავიდე შატალოზე ეს ნუ მართლა ნუ გადაარევოდნენ და როდესაც დავბრუნდით სკოლაში მთელი კლასი ესე ცოტა ხიარულები უკვე ამ მთელი დღის იმისგან რატომღაც გადავწყვიტეთ ისევ სკოლაში დავბრუნებულიყავით და მამა დახვდა სტადიონზე სკოლის წინ და დგას ესე და ჩვენ მივდივართ ძალიან და უცებ დავინახეთ ეს და ცოტა ყველა გაჩერდა და მოვიდა მამა ეს კლასი გამოარღვე ეს ბავშვები რომელც ესე იდგნენ თავჩაყრილები და მოვიდა ჩემთან და მე გამარტყა ხელი ისევ და ეს იყო იმის ნიშანი რომ აი ყველა დაგსაჯეთ თქვენ იმიტომ რომ დავსაჯე ჩემი შვილი და ესეც მე ძალიან დამამახსოვრდა მაგრამ ახლა ვხვდები რომ ამ ყველაფერში იყო რაღაცა არ ვიცი ლოგიკა მე ამას კი არ ვამართლებ საბოლოო ჯამში მაგრამ ალბათ მაშინ მეთოდები ცოტა სხვანაირი იყო ნამდვილად. ბატონ გიორგი, იხილავს საზოგადოება თქვენს ნაწერებს, რასაც წერთ წიგნის სახით თუ არ არიცით ჯერ? არ ვიცი, იცი რა, ნახეთ ცოტა ვერთობი ახლა. იმიტომ რომ რატო დავიწყე ახლა წერას იმართლა გითხრათ რომ სულ მაინტერესებდა როგორ ხდებიან ადამიანები მწერლები. ანუ ერთ დღეს ჯდებიან და იწყებენ წერას, რატო? მე სულ წერენ. ხო და აი ეს კითხვებია იქ რომელიც ეს დამიგროვდა, გამიჩნდა რომ აი რას ნიშნავს იყო მწერალი რომ დაჯდა და სულ წერო და რას განიცდი მე მესმის ახლა სცენარებს წერ რა თქმა უნდა ჩემ ყველა სცენარს მაგრამ იქ სხვა ამოცანა გაქვს ის არ არის საბოლოო პროდუქტი ის არის სცენარი იმიტომ რომ მე გინდა ფილმი გააკეთო და ამისთვის ემზადები და აი ეს რაღაცნაირად მე მგონი ჯერ ვერთობი და ვნახოთ რა გამოვა და მე საინტერესო იქნება ნამდვილად ზოგადად რამდენად ყოფილა ესეთი გარდამტეხი მოვლენები თქვენ ცხოვრებაში რომელიც რაღაცნაირად გცვლიდათ ან გავლენას ახდენდა თქვენზე ყოფილა ესეთი რა საკვირველია მთელი ცხოვრება ეს არის მთელი ცხოვრება არის ეტაპების ცვალებადობა ერთი რა საკვირველია და აი ჩემ შემთხვევაში გეუბნებით ხო რამოდენიმე ეტაპი მქონდა ცხოვრებაში და მე სულ ვიცი რომ აი ახლა ეს ეტაპი უნდა დასრულდეს შეიძლება დასრულდეს ძალიან მტკივნეულად მაგრამ რაც უფრო მტკივნეულად სრულდება ეტაპი მით უფრო ჯანსაღი ახალი ეტაპი იწყება და მე მაგალითად შევეგუე და მივხვდი აი ამ ლოგიკას ჩემთვის რა თქმა უნდა რომ რაღაცა როდესაც რთულდება იქ უნდა მოხდეს რაღაცა დასასრული და შემდეგ ახალ ეტაპზე გადასვლა. მგონია რომ ჩვენი ცხოვრებაც ესე რაღაცა ეტაპებისგან შედგება და ჩვენ ძალიან ხშირად ვიცვლებით. ხან რადიკალურადაც კი მაგალითად მე ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა რომ რაღაცა მომენტებმა ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა ჩემი როგორც პიროვნული თვისებები თუ ემოციური აღქმა სამყაროსი თუ მსოფლმხედველობა და ასე შემდეგ რა. იყო ესეთი მომენტები რა თქმა უნდა ცხოვრებაში მაგალითად როდესაც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი როდესაც მე გადავწყვიტე რეჟისორი გამხდარიყავი ესე ვთქვათ და მაშინაც 13 წლის ვიყავი და ეს განაპირობა დიდ ეკრანზე ფილმის ნახვა მაშინ და ვთქვათ გავლენა მოახდინა. ხო და მე ისეთი ცოტა ახირებული ტიპი ვარ ალბათ რა და რაღაც მაშინ ვთქვი რომ აი ეს უნდა გავაკეთო და всё მე აღარ შემიცვლია და ეხლა სულ ფიქრობ ხოლმე რომ ეს იქნება უბრალოდ ახირება და მაშინ რომ ვთქვი და ამიტომ ვაკეთებ. ხო, ერთია რომ შენ ნამდვილად გინდა რაღაც აკეთო და მეორე რომ აი მე ესეთი ვარ, მე რადგან ვთქვი, ეს უნდა გავაკეთო. ხო და ხშირად ამის მსხვერპლიც ვარ. შეუშლია ხელი აი ამ სიხისტეს თუ სიჯიუტეს თუ აი რა დავარქვა. არ ვიცი, აი რაღაც ნაირად თუნდაც აკვიატებას ან აი რაღაცნაირად ხელის შემშლელი ფაქტორი ყოფილა რაღაც ეტაპზე. იცი რა, რაღაც ეტაპზე, რაღაც შემთხვევებში ეს არის პირიქით გეხმარება, რაღაც შემთხვევებში ხელს გიშლის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხანდახან ესეთი საღი განსჯის იმას კარგავ, უნარს და რაღაც შენ მიდიხარ მხოლოდ იმ გზაზე, რადგან შენ ეს თქვი. ცოტა ალბათ მეტი სირბილია საჭირო ამ შემთხვევაში, საკუთარ თავთან. კი ბატონო. შეცდომის აღიარება ისე შეგიძლიათ ბატონ გიორგი საკუთარ თავთან, როდესაც ვხვდებით რომ რაღაც თუნდაც შეგეშალათ.
იყო მომენტი, როდესაც ეს ძალიან მიჭირდა და სულ თავს ყოველთვის ვამართლებდი ხოლმე, რომ მე რა შუაში ვარ, მე არაფერ დამიშავებია, ჩემ თავს ვეუბნეოდი, მაგ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მადანაშაულებდნენ. მაგრამ მე რაღაც ეტაპზე, როგორც თქვით, რაღაც ეტაპები ხდება, რაღაც ეტაპზე კი არ მივხვდი, უცბად აღმოვაჩინე, რომ პირიქით მე უნდა ვთქვა ეს. ანუ მე უნდა უთხრა ჩემ თავს, რომ კი, შენ არასწორად მოიქეცი, შენ რაღაც დააშავე, შენ შეცდომა დაუშვი და შემდეგ ეს ყველაფერი გაცილებით უფრო გეხმარება ცხოვრებაში, ვიდრე პირიქით, რომ ახლა გაჯიუტდე და დადგე, რომ არა მე რა შუაში ვარ კაცო. მე ვფიქრობ, რომ ეს გზა, რომელიც არის საკუთარ თავთან აღიარების გზა, ეს გაცილებით უფრო გვეხმარება და გაცილებით უფრო ეხმარება ჩვენს გარშემო ყველას რა. აი ზოგადად დროსთან და გამოცდილებასთან ერთად ბევრი რამ მოვიდა თქვენთან, აი თქვათ, თუნდაც გზის დასაწყისი რომ გაიხსენოთ და დღევანდელობა დიდი ცვლილებაა. კი. ძალიან დიდი ცვლილება მგონია. მაგალითად, პროფესიული თვალსაზრისით ხო, ადრე თუ ყველაფრის ძალიან მეშინოდა, როგორ უნდა გამეკეთებინა და იმიტომ მეშინოდა, რომ არ ვიცოდი, ხო? მე თანდათანობით უფრო მეტად მეშინოდა, იმიტომ რომ ვიცოდი. ხო და ეხლა უფრო მეტად მეშინია მაგალითად, იმიტომ რომ გაცილებით მეტი ვიცი, არაფერი ვიცი ზოგადად, მაგრამ აი ჩემ საქმეში ვთქვათ, უფრო მეტი გავიგე, რამაც უფრო მეტად შემაშინა, ხო? მაგალითად სიბნელეს გვეშინია, მაგრამ რა წავს აღმოვაჩენთ, რომ სიბნელეში რაღაც ორი თვალი უცებ გამოჩნდა, ანუ მეტი ინფორმაცია მივიღეთ, უფრო მეტად გვეშინია თავისთავად. მანამდე ამას ვერ ვხედავთ. რისკი თუ გიყვართ ბატონ გიორგი? რისკი ძალიან. კი. ხო, რისკი მე მგონი მთელი ჩემი ცხოვრება არის რისკი. იმიტომ რომ ხანდახან მივდივარ ისეთ რაღაცებს, რომელიც წინასწარ ვიცი რომ არ გამოვა, მაგრამ მე მინდა რომ გამოვიდეს. მე მინდა რომ გამოვიდეს. ანუ ნახეთ, ისევ იქ მივდივართ, რომ მე რასაც ვიტყვი, ის უნდა გამოვიდეს. თუნდაც ეს შეუძლებელი იყოს და ისიც ჩემში რასაც მეკითხებიან ხოლმე, აი ახალგაზრდები და ყოველთვის ვეუბნები, რომ როგორ გავაკეთოთ ეს? არაფერი, თქვენ მოძებნეთ თქვენს თავში სურვილი და დარწმუნეთ თქვენი თავი, რომ არ არსებობს არაფერი, რომელიც ადამიანს არ შეუძლია. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენ სურვილის ხარისხთანაა დაკავშირებული. რაც უფრო მეტია ხარისხი, მით მეტი შეგვიძლია ჩვენ და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია ადამიანებს. და მართლა გამოგდით ხოლმე? უდაოდ. კი, იმიტომ რომ ყველაფერი ხო რწმენაა, ხო? თუ შენ გჯერა, ის გამოდის. ანუ შეუძლებელიც გამოდის. რომელიც ერთ შეხედვით ჩანს თითქოს წარმოუდგენელია და ხშირად მეუბნებიან, რა სისულელეს არ კეთებ, ეს არ გამოვა. არა, მე ვეუბნები, რომ ეს გამოვა. განსაკუთრებით კინოში გვაქვს ხოლმე ეს პრობლემები და ეს გამოვა. არ არსებობს არაფერი, რომელიც არ გამოვა. როგორი საინტერესო მიდგომაა ძალიან. ადამიანებს თუ შემცდარ ხართ? კი, ალბათ შემცდარ ვარ, მაგრამ მე სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ იქნებ ახლა ვცდები, რომ ვცდები. იქნებ ეგრესულაც არ არის. იქნებ ის მართლა გადაჭარბებული მოლოდინი გქონდა, თქვათ? შეიძლება და მე ვფიქრობ ხოლმე, რომ რატომ მაქვს ეს გადაჭარბებული მოლოდინი ადამიანების მიმართ? რას ელი მათგან, ან რატომ ელი, ხო? ყველა ადამიანს აქვს რაღაცა თავის შესაძლებლობები ურთიერთობაში დამოკიდებულება. შენ არ უნდა მოითხოვო, არაფერი არ უნდა მოითხოვო მეორე ადამიანისგან. შენ თუ შეგიძლია მიეცი, გაეცი და ის საპასუხოდ რას იზავს, ის უკვე თავისი გადასაწყვეტია და თავისი უნარებიდან გამომდინარე. ამიტომ ძალიან დიდი მოთხოვნები არ უნდა წაუყენო ადამიანებს. ისეთ წენასაც ადვილად პატიობთ? კი, ადრე მიჭირდა. მაგრამ მე მოხდა რაღაცა ისეთი საკვანძო მომენტები ჩემს ცხოვრებაში, როდესაც თქვათ, ახლა ეს გრძელი ამბავი, ამას არ მოვყვები, როდესაც ფაქტობრივად სიკვდილს შევხედე, ასე ვთქვათ, თვალებში და გავესაუბრე. არა, ეს იყო უბედური შემთხვევა, როდესაც ღამით სადღაც მთაში კლდიდან გადავიჩეხე მარტო და იქ იყო ძალიან ისეთი მომენტი, როდესაც ჩემ რეალურად ხედავ ამ სიკვდილს და გესაუბრება და ესაუბრები და ამან რაღაცნაირად დიდი ისენი მოახდინა ჩემში ცვლილებები და შემდეგ სრულიად სხვანაირად შევხედე ცხოვრებას და მე ვფიქრობ, რომ ესეც რაღაცა საჩუქარი იყო. უფრო დააფასეთ, თქვათ, ყოველდღიურობა თუ აირას გულისხმობს? უფრო იცი რა, უფრო ნაკლებად
არადანაშაული ადამიანები ზოგადად, იმიტომ რომ იმ ადამიანებს ყველას აქვს თავისი ცხოვრება და ისინი თავის ცხოვრებაზე არიან პირველ რიგში პასუხისმგებლები და სულ არ არიან ვალდებულები სხვა ადამიანებთან რაღაცა ვალდებულებები ქონდეთ საბოლოო ჯამში. ვალდებულებები რაც არის, ის ჩვენ თვითონ ვიღებთ ჩვენს თავზე. ჩვენ თვითონ უნდა ავიღოთ. თუ არ ვიღებთ, ესე იგი არ ვიღებთ და არ უნდა უთხრათ ადამიანს, რომ რატომ არ იღებ ამ ვალდებულებას შენს თავზე. იმედგაცრუება თუ გიგრძნიათ ხშირად. იმედგაცრუებაც დაახლოებით იგივეა, როდესაც შენ გონია, რომ ადამიანმა იმედი გაგიცრუა, მაგრამ მე ფიქრობ, რომ იქნებ სულაც არ გაგიცრუა და იქნებ ესეც არის და რატო ითხოვ? ხო, დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენ თქვით და ეხლა საქმეში იმედგაცრუება საქმეში იმედგაცრუება არ მაქვს, იმიტომ რომ რაიმე მნიშვნელოვანს ვაკეთებ. ნამდვილად არ მჯერა, რომ რამე მნიშვნელოვანს ვაკეთებ, მაგრამ ვცდილობ გავაკეთო ის, რაც მინდა. ეს არასდროს გამომდის და ამას თავიდანვე რაღაცნაირად შევეგუე. თავიდან მტკივნეულია, რა თქმა უნდა, რომ მე მინდოდა ეს მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა. ოკეი, არც გამოგივა. ამიტომ მე ნელ-ნელა, ესე ვთქვათ, პროცენტულად დავწიე რა, თავიდან ფიქრობდი, რომ 60% თუ ვთქვი ჩემი სათქმელის, ეს კარგია. მე 50, მე 30 და ახლა ჩამოვედი 20%-ზე. ანუ თუ 20% თქვი შენი სათქმელის, შენ საქმეში, ოკეი, ეს კარგია. აი, გქონიათ ესეთი შემთხვევა, რომ რაღაცნაირად სტიმული, мотивация გაქრა, დაკარგეთ, გიჭირთ, თქვათ, რაღაცის თავიდან დაწყება, აი, ესეთი მომენტების გადალახვა რამდენად გამოგდით ხოლმე. რასაკვირველია, ეს ხომ არ არის რაღაცა ესეთი ჰორიზონტალური ხაზი არ არის, სწორხაზოვანი არ არის. ეს ბევრ ფაქტორთანაა კავშირში, ხო? ჩვენი ემოციური მდგომარეობა, რომელიც გარემოდან გამომდინარე ხდება, ჩვენი გარემო, თქვათ, იქ ადამიანები, საშუალებები, საქმეები და ასე შემდეგ. აი, პაულობთ ხოლმე მაშინ ძალას ესეთ დროს, რომ ისევ იცი რა, ნახე, მე მგონია, რომ მე ვისწავლე მოლოდინი, მოთმინება. ანუ მე ველოდები, მე ვიცი, ვთქვათ, გრძნობ, როდის უნდა ველოდო. იმიტომ რომ თუ რაღაც არ გამოდის, ესე იგი არ არის ჯერ ამის დრო და მე მოთმინებით ველოდები. ადრე ძალიან მოუთმენელი ვიყავი და სულ ნერვიულობდი, რომ ეს რატომ არ გამოდის ხვალ ან დღეს რაღაცეს და ჩქარა უნდა მოვასწროთ რაღაცა, იმიტომ რომ ცხოვრება არის ძალიან მოკლე, ჩვენ ყველაფერი უნდა მოვასწროთ. ეს გავიგე უკვე ყველაფერი. ეს მივიღე უკვე ყველაფერი და იცი რა, მე მგონია, რომ ცხოვრებას აქვს თავისი ლოგიკა და ჩვენ თუ ხვდებით ამ ლოგიკას, ხო? და მივყვებით ამ ლოგიკას, შემდეგ არაფერი გვეჩვენება არ ჩქარი, ან ნელი, ან რაღაცა და ყველაფერი მოდის შესაბამისად იმ დროს, როდესაც უნდა მოვიდეს. ოღონდ ეს უნდა ვიგრძნოთ ალბათ რაღაცნაირად რა. აი, ბავშვობა, როდესაც გაიხსენეთ და ახსენეთ ეს შეზღუდვები და ეხლა როდესაც უკვე თავისუფლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიაღწიეთ საბოლოოდ აი ამ თავისუფლებას, რაც გაკლდათ ბავშვობაში? იცი რა, თავისუფლებას ასე ვერ მოიპოვებ და თან ვერ ატარებ, ხო? ეს არის მუდმივი ბრძოლა, ეს ყოველდღიურობა, ყოველი წუთია, ყოველი წამია. ეს თავისუფლება რა არის, ხო? თავისუფლება ალბათ არის საკუთარ თავში აი ფსიქოლოგიური ჩარჩოების ნგრევა, იმ მოცემულობების დანგრევა შენს თავში, რომელიც ფაქტობრივად შენი დაბადებიდან მოდის, ხო? და შენ სულ გეუბნებიან ადამიანი რა არის? ადამიანი არის რაღაცა აკრძალვების კომპლექსი, ხო? ანუ შენ სულ გეუბნებიან თავიდანვე, რომ აი ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება. ანუ ძირითადად გეუბნებიან ეს არ შეიძლება და არა ეს შეიძლება. იმიტომ რაც რჩება, რაზეც არ გეუბნებიან ეს არ შეიძლება, შენ ხვდები რომ ეს შეიძლება და იმიტომ არ მეუბნებიან რომ არ შეიძლება, ხო? და ასე რომ ეს თავისუფლება რაღაცა ესე ჰაერში არ დაფრინავს რა. ანუ თავისუფლება ბრძოლა, სულ ბრძოლა. ხო, მაგრამ თავისუფლება არ ნიშნავს, თავისთავად არ ნიშნავს, რომ შენს გარშემო ადამიანები შეიზღუდონ ამის გამო, ხო, ან მათი თავისუფლება შეიზღუდოს. ახლა ძალიან ბანალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ საკუთარ თავში, თავისუფლება არის საკუთარ თავში. თავისუფლება არ არის შენს გარშემო. შენში უნდა იბრძოლო, ოღონდ უნდა იბრძოლო. ეს არ არის მოვიპოვე ჩემ თავში და ვარ თავისუფალი და კარგი ახლა. ხო, და გავფრინდები და გამოფრინდები.
კი ბატონო, ზოგადად საზოგადოების აზრს აქცევთ ყურადღებას? ვაქცევდი, ისევ იგივე პასუხი მაქვს და ნაკლებად ვაქცევ. ნაკლებად ვემორჩილები, ან ვექვემდებარები რაღაც გარედან შეძახილებს, გარკვეულ ესეთი ბულინგის ტიპის მოწოდებებს, თქვათ, ამას რატომ არ აკეთებ, ამას რატომ არ ამბობ, იცი რა, მე ჩემი შინაგანი მაქვს, რა ქვია, მდგომარეობა, ყველაფერს გრძნობ, ყველაფერს განვიცდი, ყველაფერზე მაქვს ჩემი პოზიცია თავისთავად, მაგრამ მე არ ვარ ადამიანი, რომელიც უნდა გამოვიდეს და ლოზუნგებით ისაუბროს, თქვათ, რაღაც სხვადასხვა საშუალებებით, ან მედიით, ან სოციალური მედიით, ან რაღაცა. მე არავის ვეკითხები იქით. რატომ ამბობ ამას, ან რატომ არ ამბობ ამას, მე არ ვერევი ამაში, იმიტომ რომ ყველა ადამიანი პატივს ცემ და ვთვლი, რომ თავისუფალია თავის გამოხატვაში, მაგრამ იცი რა, მე ჩემი ამბები მაქვს, ასე ვთქვათ რა. ჩემი წუხილები. ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი, ბატონ გიორგი, და ახლა მინდა გკითხოთ იმ ფილმზე, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა, რომელზეც თქვენი მუშაობთ, რომელიც ეკოლოგიურ პრობლემებს ეხება, რას ნახავს და რას გაიგებს მაყურებელი ამ ფილმიდან. იცი რა, ეხლა ეს ნამუშევარი, თუ ასე დავარქმევთ, ეს პატარა ფილმია, მოკლემეტრაჟიანი. პირველ რიგში, ჩემი აზრით, ეს არის ის პრობლემა, რომელიც მგონია, ჩვენ ყველას გვაწუხებს. არა მარტო ჩვენთან ქვეყანაში, არამედ დედამიწაზე ეს არის აი დაბინძურების, ბუნების დანაგვიანების, არ გაფრთხილების პრობლემა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავხადო აზიის განვითარების ბანკს საქართველოში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ისინი რომ არა ეს პროექტი ვერ შედგებოდა, ხო? სულ გული მწყდება, რომ აი თქვა ისინი მოვიდნენ და მათ აწუხებთ ეს პრობლემა და ჩვენ თვითონ ჩვენ არ გვაწუხებს ეს პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას ეხება. ამ პროექტს ქვია ეშენი სახლია და არის თქვა იმ კამპანიის ნაწილი, რომლითაც გვინდა რომ ადამიანებს კიდევ ერთხელ მოუწოდოთ და შევახსენოთ, რომ გაუფრთხილდეთ ხალხო, ჩვენია ეს, ხო? ჩვენი სახლია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ სახლში ვარ ყრით ნაგავს ბოლოს და ბოლოს, ხო? მაგრამ გავალთ თუ არა კარს მიღმა, უკვე всё, ის ჩვენი არ არის და ოკეი, მთავარია ჩვენი სამყოფელიდან მოვიცილოთ, ხო? ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. შესაძარი მიდგომაა, ხო? ეს რაღაცა ეს სულ 16 წუთია მთლიანად ეს ფილმი. ჩვენ შევეცადეთ, იცი რომ რაღაცა ეს ლოზუნგი კი არ გამოგცლო და მაგალითად ისეთი ლოზუნგი, რომელსაც დღეს გზებზე რომ მიდიხარ, ბევრგან ნახავ საქართველოში დგას ესეთი აბრები, არ დაანაგვიანო შენი სამშობლო. კი ბატონო. როგორ შეიძლება ამის თქმა იყოს საჭირო, ან ამის დაწერა სადღაც, ამის შეხსენება რო არ დაანაგვიანო შენი, როგორ უნდა დაანაგვიანო შენი სამშობლო, ხო? მაგრამ ახეთ ეს გჭირდება. საოცრება. ჩვენ ხომ არ წერთ რომ არ დაანაგვიანო შენი საძიინებელი, ან შენი სამზარეულო. ანუ რეალურად აცდენა სწორედ აქ არის, რომ ჩვენ ვამბობთ რომ ეს არის ჩემი, მაგრამ ის ყველასია და რაც უნდა ის ყოფილიყოს. და ამით ჩვენ იცი რა შევეცადეთ ცოტა ისე უფრო სხვანაირად გვეთქვა ჩვენი სათქმელი. ცოტა სარკაზმით, ცოტა იუმორით, ცოტა ირონიით და რა გამოვიდა ახლა ეს არ ვიცი, ამას მე ვერ გეტყვი, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვათ რამდენიმე სკოლაში უკვე ბავშვებს ვაჩვენებ და ბავშვებს საკმაოდ კარგი რეაქციები ჰქონდათ, საკმაოდ კარგად გაიგეს და მიხვდნენ რა არის, თქვათ, შეტყობინება ამ ფილმის ზოგადად და ვნახოთ ახლა ეს პატარა ფილმი ყველგან ვრცელდება, სოციმედიით, სხვადასხვა ჩვენებები კეთდება, როგორც გითხარით ეს რაღაცა კამპანიის ნაწილია და კი, რა თქმა უნდა, იმის ილუზია არ მაქვს ახლა ეს ფილმი იმას ჩვენ ადამიანებს შეცვლის, მაგრამ ვიღაცებს ალბათ დააფიქრეთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ ბატონ გიორგი, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის თქვენთან საუბარი და ყოველთვის როდესაც ჩვენი რესპონდენტი ბრძანდებით, ძალიან სიამოვნებს თქვენი მოსმენა და მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა და ასევე მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი ვისაც დავთანხმდი ინტერვიუზე ეს ხართ თქვენ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. კი, ვიცი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. მადლობა მაყურებელს, რომ დაგვითმოთ, რომ შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში.